წარმოიდგინეთ 1900 რაღაც წელი. ფორმულა 1-ის გუნდის უფროსი მიდის უბნის კარტინგების ჩემპიონატზე. პურის ყუაში ჩადებულ კარაქს და ყველსჯამს. თან 14 წლის ბავშვების აბსოლუტურ კარტინგოგრაფიას უყურებს. მერე იქ ვიღაც შეუტრიალდება და კითხავს ეს ვინ არის. ამასთან მაქს ვერსტაპენი ჭიჭვეიშვილია. რონალდოც. მერე უბრალოდ რაღაც ფურცელს მისცემენ ბავშვის მამას და ეგა. კონტრაქტი დადებულია. ბავშვი დათრეულია. არა აკადემია, არა კიბე, არა ფსიქოლოგიური განვითარება, არა ბრენდინგი, არა სოცმედია განვითარება, სიმულატორზე თავის დაკვდომა, არა სამწლიანი განვითარების გეგმა, კაცი, კარტინგი, ბავშვი, გარბუშკა და კონტრაქტი. და უცებ დღევანდელ დღეზე რო გადმოვიდეთ, გუნდებს სპეციალური სკაუტები ყავთ გაგზავნილი. კარტინგის და სინგლ-სითერის საწყის საფეხურების რბოლებზე. ამ ბავშვებს უბრალოდ კი არ იყვანენ, შთანთქავენ. წამში გარშემო შემოაშენებენ მასზე მორგებულ დეველოპმენტის გეგმას და ჩააგდებენ ფორმულა 4-ში, მერე ფრეკაში. ფორმულა რეგიონალია ეს და ნაბიჯია ფორმულა 4-დან ფორმულა 3-ს შორის. ფორმულა 3, 2 შუაში შეიძლება GB3 და სუპერ ფორმულა დასჭირდეს მრბოლელს. სიმულატორზე დააკლავენ, საბურავების მენეჯმენტს ასწავლიან, მედია ტრენინგს გაუკეთებენ. აი იმას ბერმანს რო არ აქვს გავლილი. Save the engine. სპონსორთან ვახშამი, ესთეტიური ინსტაგრამი და ეს ყველაფერი იქამდე სანამ ბავშვი რეალურ მართვის მოწმობას არ აიღებს. ეს უკვე მრბოლელი არა, ეს არის პროდუქტი და შენ სპორტის გულშემატკივარს სახელიდან წამოწოლილი რო უყურებ, სწორედ ეს გამოყვანილი პროდუქტი მოგწონს, რომელიც ერთ დღეს შემთხვევით ღიპიანმა სკაუტმა იყვანა შენი საყვარელი გუნდის აკადემიაში. ოკეი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? 2000-იანების და უფრო მერე 10-იანების დასაწყისში ფორმულა 1-ის გუნდები ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში მოექცნენ. GP2-ში, მაშინდე ფორმულა 2-ში კარგი პილოტის მოვნა ძალიან მარტივი იყო. და თქმაც, მოდი ეს ახალგაზრდა ჩვენ ფორმულა 1-ის გუნდში გადავიყვანოთ. უბრალოდ დიდი ალბათობით ეს ადამიანი უკვე სხვისი იქნებოდა. მისი განვითარება ისე იქნებოდა წასული, რაც შენი გუნდის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. შეიძლება ცუდი ჩვევების ქონოდა აკიდებული. არავის არ უნდა ისეთი მრბოლელი ბოლიჩი, რომელიც საბურავებს ვერ ინახავს და კოკპიტიდან იფურთხება. გუნდები ძალიან მარტივად მივიდნენ იმ იდეამდე, რომ ტალანტი კი არ უნდა ეპოვნათ, თავად უნდა გამოებრძმედათ. ავტოსპორტს ძალიან კარგი ფრაზა აქვს. თუ სადავეებს შენ არ აკონტროლებ, მაშინ სხვა დაარტყავს მათრახს ცხენს. თუ ვერ მიხვდით ეს ფრაზა როს ბრაუნს ამოუგონია და მე დამარტყა თავში ბანაობის დროს. და დამიჯერეთ არავის არ უნდა დედამიწაზე იმის ნახვა 10 წლის მერე როგორ იგებს ჩემპიონატს ის ბავშვი შენი კონკურენტის მანქანით, რომელიც შენ თვითონ ვერ აიყვანე. დღეს ყველაზე ნათელი გზა არსებობს იმისა თუ როგორ უნდა გახდე ფორმულა 1-ის პილოტი, განსხვავებით წინა საუკუნისგან. მიდიხარ, იწყებ კარტინგს, მერე ნელ-ნელა უფრო სწრაფ სინგლ-სითერზე გადადიხარ და ესე. ფული არ მიხსენები ამ ვიდეოში და ეხლა გეტყვით. ფული. ძალიან იშვიათად კარტინგიდან რომელიმე დიდმა გუნდმა ეგრევე რო შეამჩნიოს ბავშვი. ასე რომ ყველაზე რთული ნაბიჯი ალბათ ამ ერთი შეხედვით საბავშვო გართობიდან სერიოზულ დონეზე გადასვლა. ხო, თუ ერთ სეზონს გაიჭირვებთ, ფორმულა 4-ში კარგად იასპარეზებთ და დამიჯერეთ საერთოდ არა მარტივი 30 გამწარებულ 16 წლის ბავშვს აჯობოთ. თან ფსიქოლოგიური თემა შემოდის აქ. გაიხედავ ბავშვი, გაიხედავ ვიღაცას Red Bull-ის კომბინიზონი და მანქანა აქვს. შენ კიდე უსპონსორო თეთრი ქათქათა თოვლის გუნდა გყავს. სწორედ ამ ეტაპიდან იწყებენ მრბოლელების არჩევას ცნობილი ფორმულა 1-ის გუნდები. ბავშვებს თავაზობენ ტესტებს, უფრო მარტივ გზას სერიიდან სერიამდე, განვითარების პერსპექტივას, დაზღვევას, ფიტპასს, გუნდურ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოს. თან განსხვავებით ქართული კომპანიებისგან 16 წლის ბავშვისგან 20 წლიან გამოცდილებასაც არ ითხოვენ. რეალურად სიმულატორი და გამოცდილ ხალხთან მუშაობა ყველაზე დიდი ბენეფიტია, რაც ჯუნიორ აკადემიას ახლავს თან. დატვირთული მედია ტრენინგები, მენეჯმენტ სტრატეგია, ბრიფინგები, ინჟინერებთან მუშაობა, საჭირო ხალხის გაცნობა. ეს ყველაფერი დიდი გუნდის სამზარეულოში გათქვეფას თავისით მოყვება. უბრალოდ მერე გამოვა ვიღაც და იტყვის აკადემიის მრბოლელებს გაუმართლათო. მინდა იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის უკან უამრავი შრომა, ბიუროკრატია, ოფლი, გაცვეთილი საბურავები და კაი ჯანდამას იღბალის დგას. არ ვიცი გიყურებია თუ არა ქვედა სერიების ფორმულას რბოლებისთვის, მაგრამ აუცილებლად შეამშვიდით, რომ ზოგი ბოლიდის ვიზუალი ძალიან ნაცნობია. ფორმულა 2-ში, 3-ში და მეცაც გეტყვით 4-ში. თუ დააკვირდებით, ნაცნობ ენერგეტიკული სასმლის ფერებსაც დამოიცნობთ. ვერცხლისფერ, პაპაიისფერ და აქ-აიქ ღაჟღაჟა წითელსაც. და ეს დამთხევა ნამდვილად არაა. ფორმულა 1-ის გამორჩეული გუნდები თავიანთ ბრენდირებული ლივერით და კომბინიზონებით თავიანთ პილოტს ნიშნავენ და ამით ხვებს ეუბნებიან, რომ უკვე დაასწრეს. აბათმა იპოვეს პირველმა დაიწყეს გამოზრდა და მსოფლიო ჩემპიონი რო გახდება, მერეც იცოდეთ, რომ ესენი იყვნენ პირველები აქ. გულშემატკივარისთვის ნამდვილი ჩიტკოდია ნაცნობი ლივერი ფორმულა 3-ში. ბავშვს რო დაინახავ ქვედა სერიაში Red Bull-ის ფერებით, უკვე იცი. შეიძლება არ იცოდე ვინაა, რა უკეთებია, მაგრამ იცი რომ აუცილებლად ან ძალიან ნიჭიერია ეს ბავშვი, ან სუპერ მენტალურად ძლიერი, ან ყველაზე დიდი დაღმართის გავლა მოუწევს კარიერაში. ან საერთოდაც სამივე ერთად. Ferrari-ის აკადემიის ბავშვებზე აუცილებლად დიდ ავანსებს გასცემენ ხოლმე. აბა იქ ისე ყველა ვერ Mercedes-ი უფრო დახვეწილობაზე, უკვე გამოწურთნილ, მომთმენ, თავის თავში დარწმუნებულ ბავშვებს იყვანს. Alpine-ის და McLaren-ის აკადემია როგორ მუშაობს დღემდე არ ვიცი. ალბათ ლამაზი ვიზუალით კერავენ ბავშვებს. კაი.
ახლა Red Bull-ზე გადავიდეთ ისევ. იმიტომ რომ ამ გუნდის აკადემია დღეს გრიძე ყველაზე განვითარებული და მუშაა და კიდე იმიტომ რომ ჩემები არიან. 2026 წელს გრიძე 22 მრბოლელი გვყავს. ამ 22 ტიპიდან რაღაც კავშირი Red Bull-თან 7 მათგანს აქვს. გრიდის უხეშად მესამედი. თუ რა თქმა უნდა რეზერვ და დეველოპმენტ პილოტებს არ ჩავთვლით. Red Bull-ი არის სისტემა, ფილოსოფია, ავტოსპორტის ეკოსისტემა, რომელიც კარტინგის მერე იწყება და მხოლოდ მრბოლელზეა დამოკიდებული სადამდე გაყვება. Red Bull-ის აკადემიას სამი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ: მობრძანდით, დაბრძანდით, მიირთვით. თუ ეგ სხვა არის. მოკლედ Red Bull-ი პოულობს ტალანტს, არა ფორმულა 2-ში, 3-ში, კარტინგიდან ახლად გადმოსულ ბავშვს, რომელსაც რეალურად მაღაზიაში Red Bull-ის ლეგალურად ყიდვას არ შეუძლია. ზუსტად ამ ბავშვს ჩააგდებენ თავიანთ მოტორჰოუმში. ამ სისტემის მთავარი დირიჟორი გახდათ ჰელმუტ მარკო, რომელიც Red Bull-ის პირველივე დღიდან იქაა და ისეთი სახელები მოუყვანია და გაუყრია გუნდიდან პირველები რომ მოგივიდათ ეხლა თავში. ამ კაცის თვალში მოხვედრა მარტივი არაა. თვალში მართლა თვალი ვიგულისხმე, ცალთვალა არის ეს კაცი თუ არიცით. მაგრამ თუ მოეწონე ყველაფერს გააკეთებ შენ გადასაბირებლად. თუ ჯერ არავის აუყვანი ხარ, ყველაფერი მარტივადაა. მოვა, შუბზე ხარის სტიკერს დაგაკრავს და всё. მაგრამ თუ სხვა გუნდის აკადემიას ყავხარ აყვანილი, აი მან იწყება არ დავიწყება. ეს არის ირლანდიელი ალექს დანი. ძალიან დამაიმედებელი ახალგაზრდა, რომელიც დღეს ფორმულა 2-ში გამოდის. 2023 წელს ალექსი იგებს ჰაიტეკის გუნდით ბრიტანეთის ფორმულა 4-ს. 2023-ში GB3-ში იგივე ჰაიტეკის სახელით გამოდის და ვიცე-ჩემპიონი ხდება. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ მაკლარენის რადარზე გამოჩნდეს. ბავშვისთვის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ფორმულა 3-ში MP Motorsport-ში პოულობენ ადგილს და თავისი ლივერით უშვებენ ფორმულა 3 სეზონში. 2025-ში მაკლარენმა როდინში უშოვა ადგილი და ფორმულა 2-ში გადაუშვა. როდინი მაკლარენთან ძალიან ახლო თანამშრომლობაშია თუ არიცით. ფორმულა აკადემიის ეტაპებზე მაკლარენის სახელით გამოსულ ელა ლუისას ემსახურება, რომელიც ასევე ბრიტანეთის ფორმულა 4-ში მათეს ერთ-ერთი კონკურენტია, ისევ მაკლარენის ლივერით. მოკლედ ეს ბავშვი ძალიან მოეწონა მარკოს, იჩალიჩა, მაკლარენთან კონტრაქტი გააწყვეტინა და თავისთან Red Bull-ში გადაიბირა. უბრალოდ ერთი პატარა პრობლემა. მარკოს არავისთვის არ უთქვამს ამის შესახებ და როგორც ჩანს, გუნდი დიდად დაინტერესებული არ ყოფილა ამ ყველაფრით. ასე რომ ალექს დანი უაკადემიოდ დარჩა, ხოლო მარკომ იმ სეზონში სამსახურის დაკარგა. წელს ალექს დანი ისევ ფორმულა 2-ში გამოდის. აბა თუ გამოისწობთ რომელი გუნდის ლივერით? ალპინის ფერებშია ირლანდიელი. ფერარის აკადემიასაც ვერ დაუწუნებთ ვერაფერს. ბოლო-ბოლო შარლ ლეკლერი გაზარდეს. ახალი პროსპექტი ოლი ბერმანის ამათი პროდუქტია. მიგ შუმახერი, რომელიც ქვაზე არტოვებს პირდაპირ მნიშვნელობით. და ანტონიო ჯოვინაცი, ტიპი, რომელსაც პრაქტიკების მერე კვალიფიკაციაზე გამოსწორებულ მანქანას უნდა უმადლოდეთ ტიფოზები. მოკლედ, ყველა მიცის ფერარი ვინაა და რას წარმოადგენს. სამეულში მიმდევრობა როგორც გინდათ გაგიხარდეთ, ისე დაალაგეთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ აქ მერსედესის არ ჩასმა რეალურად დანაშაული იქნება. ოკონი, დევრისი, პასკალ ვიელაინი, ჯორჯ რასელი და კიმი ანტონელი, რომელიც ძუძუზე ყავდათ 12 წლიდან. ალპინზე არც ერთ სიტყვას არ ვიტყვი. ამ გუნდის აკადემიას საკმარისად აქვს ნაჭამი და ახლა ცდილობენ გამოსასწორებლად მიუსაფართა თავშესაფარი მოაწყონ და ყველა ვისაც საჭე დაუტრიალებია აიყვანონ. უბრალოდ როგორც ყველაფერი, ისი ახაც ყველაფერი ისი არ მიდის ხშირად როგორც ჩვენ გვინდა. აკადემიები კარგია, დღითი დღე უფრო სტრუქტურიზებული, სიმფონიური, რითმული, ხარისხიანი. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ისწრაფე მთავარი არაა. საწყის ეტაპზე კი, მაგრამ რაც კი ვისაფეხურებს ადიხარ, ახალი მწვანე აქტორი შემოდის თამაშში. ავტოსპორტის ყოველი ნაბიჯი ძვირია, ძალიან ძვირი. აკადემია კი ეხმარება მრბოლელს, მაგრამ ყველაფერს ვერ დაფარავს. ზუსტად ამის გამო ვერ აღწევენ ტალანტები იმ დონეს, რასაც კარიერის სტარტზე უწინასწარ მეტყველებდნენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ გოჭის ყულობა გაცარიელდა. ფორმულა 1-ის სკამს აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება. მაშინ არ თავისუფლდება, როცა შენ გინდა. თუ ფორმულა 2-ში გენიალური სეზონი გქონდა, ყველა სახი აახიე და ჩემპიონი გახდი, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ შენი აკადემია აუცილებლად დაგხვავს მომავალ სეზონში ბოლიძე და შეიძლება სხვა გუნდშიც არ გაგანათხოვროს. ჩემპიონობის მერე ფორმულა 2-ში ვერ დაბრუნდები. პრაქტიკა მოგაკლდება და შეიძლება ვიღაცამ ვინც ტაიმინგზე უკვე დაიჭირა სიტუაცია, შენ ადგილზე აღმოჩნდეს. აქ შემოდის შიდა გუნდური დაპირისპირება. თუ აქამდე ყველა შენი მოწინააღმდეგე იყო, ახლაც ყველა. უბრალოდ შენი თანაგუნდელები უფრო, რომლებიც იგივე აკადემიაში ირიცხებიან, სადაც შენ. ორი ვაშლი რომ მქონდეს რომელ შეჭამ, რომელიც ახალია და უფრო კარგად გამოიყურება, თუ მეორე შედარებით შელახულს. გუნდები გამონაკლისების გარდა არასდროს პირდებიან ბავშვებს გარანტირებულ ადგილს ფორმულა 1-ში. არ კი არა, უფრო ვერ. არავინ იცის ვინ მოუმატებს და მოუკლებს სეზონის განმავლობაში. კონტრაქტი ვის როგორ დაუჯდება. იქ უნდა იყო, როცა საჭირო გახდები. აი ისე მაგალითად როგორც 2020-ში ჯეკ აიტკენს მოუვიდა საჰირის ბოლაზე. ან ბერმანს ჯედაში საინსის ბრმანაწლოვმა რო გადმოხედა. პური და ყველით დაწყებული ვიდეო კეთილ გულაბდეს მოვიდა. და რა არის მაინც აკადემია? ძალიან კარგი საჭირო დეველოპმენტის შესაძლებლობა გასულ წლებთან შედარებით. გუნდებმა თავისთვის შექმნეს სტრუქტურა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მისცეს ბავშვებს რესურსები, დახმარება და ამზადებენ სრულფასოვნად სამომავლო სერიოზული ნაბიჯებისთვის. დღევანდელი პილოტები წინაპრებთან შედარებით ტექნიკურად ბევრად განვითარებულები არიან. მეტად მომზადებული ყველანაირი სცენარისთვის, ფიზიკურად ძლიერები, მენტალურად, სტრატეგიულად და ინტელექტუალურად განვითარებულები. უბრალოდ ამ ყველაფერ კარგს
რა თქმა უნდა, ცუდი მხარეს თანსდევს. საფორთან და ხელშეწყობასთან ერთად მრბოლელები უაზრო დიდ ზეწოლას, წნეხს და ნერვიულობას განიცდიან. მაგრამ ამ სპორტში ყველაფერი თუ არ გადალახე, მაშინ ყველაფერი აქეთ გადაგლახავს. თუ აქამდე უყურეთ ვიდეოს, ბარემ დაწერეთ თქვენი აზრით, რომელი აკადემია დღეს საუკეთესო, მე კიდე დაგემშვიდობებით. გაკოცეთ ჯუბზე, აბა ჰეთ, აბა ჰოთ.